კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.gr, my video.gr, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook-ზე და YouTube გვერდზე, ასევე ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. მივესალმები ჩვენს სტუმარს, შემომიერთა ჩემი კოლეგა, წამყვანი არხის ხმა მიხეილ მიმინოშვილი. ცოტა ხმა მიხეილ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ რადიო იმედის განახლებულ ეთერზე, რომლის მოსმენის შესაძლებლობა უკვე გუშინდელი დღიდან გაქვთ. ჩვენ განვაახლეთ გადაცემები და რუბრიკები, ასევე ძალიან განახდა მუსიკალური ბაზა, X კოდი, რომელიც ვიცი რომ ძალიან გიყვართ და ელოდებით, ასევე აუდიო წიგნები, დაგვემატება რამდენიმე რუბრიკა, მათ შორის რეტრო მუსიკა, ქართული კინომუსიკა, პოლიტიკა, თეასი ჭინავასთან ერთად, რომელიც სწორედ დღევანდელ დღეს 14 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ გავა და ასევე მალე სამშაბათობით რადიო იმედის ეთერს გაუძღვება და თქვენი მასპინძელი იქნება ყველასთვის საყვარელი ამყვანი, დაგასპოილერეთ და დაელოდეთ მოკლედ განსაკუთრებული სამშაბათი დღე გვექნება ძალიან მალე. მაგრამ თავარია ის რომ 24 საეთერო სეზონი განახლებული სტუდიიდან გავიდა, რომლისთვისაც ბევრი ვიშრომეთ, დაახლოებით 2 თვე პრინციპში ამ პროცესმა წაიღო და ახლა ამ სტუდიიდან გვაქვს შესაძლებლობა უკვე მოგესალმოთ, მოგეფეროთ და მადლობა გითხრათ ერთგულებისთვის. მოდი დავიწყოთ მიშა იმ ყველაფრით, რაც უკვე გავაკეთეთ, რისი მოსმენის შესაძლებლობა, შეფასების შესაძლებლობა აქვს ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. შენ შემთხვევაში გამორჩეულად საყვარელი რუბრიკაა X კოდი, აუდიო წიგნები. აუდიო წიგნებით დავიწყოთ. როდესაც დღეს ვსაუბრობთ ამ პროდუქციის, თითქოს ძალიან მარტივია, ყველასთვის ხელმისაწვდომია, გასაგებია, ძალიან მოქნილია ბევრისთვის, თანაკეთოს საქმე გადაადგილდეს, თან უსმინოს, მაგრამ იმ დროს, როცა რადიო იმედმა ეს პროდუქტი შეთავაზა ჩვენს მსმენელს, მაშინ მაყურებელი არ ყავდა, იყო know-how, ასე ვთქვათ, ნამდვილად გამორჩეული, ბევრი წლის წინ, ათეული წლის წინ მოხდა ეს და მალევე ჩვენი მსმენელის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. აქ შეგვიძლია ვთქვათ აუდიტორია, რომელიც ასევე რადიოს მუდმივად ერთგულობს, ფაქტობრივად ჩვენ მივეცი შესაძლებლობა უსინათლო ადამიანებს წაიკითხა ჩვენთან ერთად ის ლიტერატურა, რომელსაც ამ ფორმატში ვთავაზობთ. რით არის გამორჩეული ეს პროდუქტი, როგორ დაიწყო და როგორ მოხდა ის ჩვენს ეთერში და რა განვითარების გზა პოვა? მე პირველ რიგში მინდა მოგილოცო შენ ყველა ჩვენ თანამშრომელს ახალი სეზონი ჩვენს მსმენელს რა თქმა უნდა და საოცარი სტუდიიდან მიმართა ჩვენს მსმენელს და მართლა ძალიან კომფორტულია, როდესაც ეხთან სტუმრის რანგში წარმოვიდგინე რომ შენ სტუმარი ხარ და მოდიხარ ესეთ სასაო სტუდიაში, ბუნებრივია რაღაცნაირად განწყობა აბსოლუტურად სხვანაირი. ნუ რა შეეხება კოდექს აუდიოს, მოდი სათაურიდან დავიწყოთ, სანამ იდეას დავუბრუნდებოდეთ. სათაურის კოდექსი ეს ლათინური სიტყვა ნიშნავს წიგნთან. მე მანამდე უკვე მქონდა რუბრიკა X კოდი და ეს X-ი მომეწონა, რაღაცნაირად ლამაზად იქნებოდა, ხო იცი, მაინც როდესაც გაფორმებებზე მუშაობ, სიტყვასაც და ვიზუალსაც აცებ ხოლმე ყურადღებას და ნუ მინდა თქვა ის რომ იდეა მომივიდა თავად, იმიტომ რომ თავად ვარ აუდიო წიგნის ხშირი მომხმარებელი, იმიტომ რომ მიწევს ძალიან დიდი მანძილის გავლა და რაღაცა უაზრო საუბრების მოსმენას ტრანსპორტში და პოლიტიკა იქნება ეს თუ რაღაცა პირადი პრობლემები, რომელიც ხმამაღლა ჟღერდება ხოლმე და ეს კულტურას ვერ ჩამოყალიბდა, რომ ხმამაღლა არ ჩართონდა, ნუ არ შეაწუხონ, ნუ მოკლედ უამრავი მიზეზი იყო იმისა, რომ მე გავხდი აუდიო წიგნის მომხმარებელი და ბუნებრივია, როდესაც შენ მოგწონს რაღაცა, გიჩნდება სურვილი, თან ნუ დაგავიწყდება რადიო იმედში მუშაობდი, სადაც ნებისმიერი იდეა შეიძლება განახორციელო, თუ რა თქმა უნდა ეს შენ ძალგიც, თუ ეს რა თქმა უნდა საინტერესოა შენთვის და რა თქმა უნდა თუ ეს საინტერესოა მსმენელისთვის და აბსოლუტურად სიმართლე ვზანე რომ პირველი იყო რადიო იმედი, სადაც გაჟღერდა აუდიო წიგნი და მოულოდნელობა იყო ნამდვილად, ნუ მაშინ სტასი იყო ჩვენი დირექტორი და ჩვენ ერთად მოვილაპარაკეთ და ექსპერიმენტი ჩავატარეთ და ფაქტობრივად ღამე გავაუშვით. ანუ თუ არ ივარგებს ყოველ შემთხვევაში ესე სასწაული მოხდა დავით ერთ კვირაში. პატიმრებმაც კი მოგწერეს სამაგლობილე წერილი, რო არ თქვათ არაფერი იმ ადამიანებზე, რომელსაც მოდი ესე ვთქვათ, მხედველობის პრობლემა აგრიბილად რომ ვთქვათ, სასწაული მოხდა და ექსპერიმენტმა გაამართლა და ჩვენ განვაგზეთ და რაც შეეხება ფორმალს, ახლა
რთულია ხოლმე, როდესაც თანამედროვე მწერლები ჩაწერა დაკავშირებულია საავტორო უფლებებთან. და ჩვენ წერდით ადამიანებს, რომლებიც უკვე 80 წელი გარდაცვლილები იყვნენ. ახლა კლასიკოსები მოგეხსენება ქართველები, უცხოელი კლასიკა იყო და ჟანრს რაც შეეხება, თავიდან დავიწყეთ უფრო პოპულარული ჟანრი. მაგალითად, დეტექტივი, უფრო X-კოდთანაც მაინც აკავშირდება, სადაც ამოუცნობი მომენტებია, სადაც ინტერესია და ცნობის მოყვარეობა, იქ ყოველთვის კონტენტის გიჩნდება, თუმცა ჩვენ ამაზე არ ვფიქრობდით. და ძალიან გამართლა და მაგრამ შემდგომში უკვე სხვებმაც დაიწყეს. მოდი ახლა აღარ ვიტყვი, აღარ დავასახელებ. 1-2 თვის თავზე ეთქობა კონკურენტ რადიო სადგურებზე არა მხოლოდ საუბარი, ბევრ რადიო სადგურში გაჩნდა 12-ის შემდეგ მსგავსი ფორმატის გადაცემა და ესეც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. ანუ კიდევ ერთ რამეში დავწმუნდი კიდევ ერთხელ, რომ რასაც გულით აკეთებ, რაც გინდა გააკეთო, ის უნდა გააკეთო. კი, გეთანხმები. შესავალში იმდენი პლატფორმა ჩამოვთვარე, სადაც მაუწყებლობს რადიო იმედია უკვე ვიზუალურით კუთხითაც, რომ თავის როზე როცა ეს პროექტი კეთდებოდა, ნუ მაშინ ეს შეუძლებელი იყო. განვითარდა ახლა ინდუსტრია, დღეს YouTube საკმაოდ ისეთი მომხიბვლელი პლატფორმაა, სადაც უამრავ საინტერესო მასალას გაეცნობი და მათ შორის აუდიო წიგნებსაც, მაგრამ შენი აუდიო წიგნები არის განსაკუთრებული. მოდი უთხრათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ მიშას ერთგვარი ისეთი ფსიქოემოციური მომზადება ჭირდება იმისთვის, რომ შევიდეს როლში კონკრეტული პერსონაჟის და აი რო განახათ, როგორ აკეთებს, როგორ მუშაობს ამ პროცესში, ნუ ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. როლში ნამდვილად არ შევდივარ, იმიტომ რომ მსახიობური მომენტი, არა ვარ მსახიობი, მაგრამ ის რომ ერთი წიგნის სამჯერ გადაკითხვა გიწევს, ეს კი ხო, რასაკვირველია. ყველაფერს თავი დაანება, შენ ფაქტობრივად გიწევს ავტორის სრულფასოვნების წარმოჩენაც, ხო, მის დამახასიათებელი მანერით, რითაც ის კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოები არის მნიშვნელოვანი. და შენ ხომ მოგეხსენება მიკროფონი ვერ იტანს სიყალბეს. ანუ იქ ოდნავ თუ გადააჭერბე და თამაში ნამდვილად, მაგრამ აუდიო წიგნს რა თქმა უნდა აქვს ნაკლი, იმიტომ რომ წამკითხველს თავისი ინტონაციით რაღაცა უკვე გარკვეული ფანტაზიას ურღვევს მკითხველს, ანუ უშუალოდ ხო წიგნის კითხვის დროს ყველა ნებისმიერ ადამიანს ინდივიდს თავისებური თავი გვირი წარმოუდგება, თავისებური ის ფონი, სადაც მიმდინარეობს თუნდაც მოქმედება, ანუ ის სიტყვები, ამ ფილოსოფიური, ანუ სხვანაირად აღიქმნება და ამიტომ ერთგვარი ჩარევა ხდება, მაგრამ საავტორო ხელზე იგრძნობა, რასაკვირველი ეს არ არის რადიო თეატრი ან სპექტაკლი, სადაც მრავალფეროვანი თქვათ ხმები შემოდის და არის იმის შესაძლებლობა, რომ ეგრეთ წოდებული შუმებით, ანუ მუსიკალური თქვათ ნიუანსებით მოხდეს ამის შეფუთვა, ასე ვთქვათ. ეს არის შესაძლებლობა, აი წყნარად მშვიდად მოусმინო კონკრეტულ თქვათ ნაწარმოებს, ან უკვე წაკითხული, რომელიც გაქვს მანამდე, რაღაცნაირად ცოტა სხვანაირად შეაფასო. რამდენი წიგნი შევძელით ჩვენ უკვე, რომელიც მივეცით ეთერში? ალბათ 80-მდე, თუ მეტი არა. მაგრამ ახლა ბევრი წიგნი არ გასულა, იმიტომ რომ მოგეხსენება ხო ჩვენ ტექნიკურად ცოტათი შევცვალეთ უკეთესობისკენ და უკვე დევს ჯერ კიდევ გაუსუფთავებელი მასალა და ამ ახალ სეზონზე, მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა, აი ჩვენ მე და ნინოს მოვიკითხავ შაბათის გადაცემა რო გვაქვს შენი დამსახურება ეს და ნამდვილად ველოდები ყოველ შაბათს უცნაურია, ანუ შაბათს არ მუშაობ, მაგრამ მოდიხარ შაბათს და მუშაობ, მაგრამ თან ისვენებ და თან არაჩვეულებრივი ადამიანის იცნობ პირდაპირ ეთერში. იმას მოგახსენებ, რომ ჩვენ 5 საათიან ბლოგში ერთ-ერთი გვაქვს აუდიო წიგნები. და რამდენიმე წიგნის შეგნებულად ჩავწერეთ აი ამ ჩვენი შაბათის გადაცემისთვის, რომ 1 საათში მოთავსებული იყო ერთი მოთხრობა. და ვფიქრობ, რომ აი ეს ფორმატი, ანუ კი ახლა რა თქმა უნდა, როდესაც ბუდმივად იცი, რომ 12 საათზე გადის აუდიო წიგნი და ბევრი ელოდება სხვათა შორის გაგრძელებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უპრიანი იქნება აი ესეთი ფორმატით გავაკეთოთ პატარა მოთხრობებით, ან ისევ ქართველ ავტორებს დავუბრუნდეთ. ჯავახიშვილს უამრავს. რადიო თავისი სპეციფიკით გამორჩეულია
იმ კუთხითაც რომ ის არის თქვარი ფონური თანამგზავრი, ხო? შენ აძლევ შესაძლებლობას მსმენელს არ დავღალოთ ისე. ხო, არ დაღალო, გადაადგილების დროს, როცა თქვა საცობია, დრო იწელება, მისცეს საშუალება, რომ რაღაც დანიშნულების ადგილზე ისე მივიდეს, რომ დრო გაეპაროს, ასე ვთქვათ რა. და თან არ დაკარგოს დრო. ხო, არ დაკარგოს დრო, მოიგოს დრო, კი ბატონო, რა ჩვენი სლოგანია ამდენი წელია უკვე. X კოდზე მინდა ვისაუბროთ, არ არსებობს რომელიმე სამარშრუტო ტაქსი ჩასხდეთ და თუ თქვათ მოიკითხავს ტაქსის მძღოლი სად მუშაობ და ეტყვი რომ რადიო იმეჯში არ გითხრას რომ მუდმივად ელოდება, ნუ ფაქტობრივად უკვე ყველა ჩანაწერი რომელიც ეთერში გავიდა ზეპირათიციან ამ რუბრიკას X კოდს. რით არის გამორჩეული ეს რუბრიკა და მოდი ვილაპარაკოთ იმაზე რომ ახალ სეზონში ჩვენ განვაახლეთ X კოდი და სხვათა შორის ჩვენი საუბრის შემდეგ აი ერთ-ერთი ასეთი განახლებული ჩანაწერი გავა ეთერში. ნამდვილად, მადლობა დავით ეს შეფასებისთვის და ესეც ფაქტობრივად ამ პროექტმაც გაამართლა. მოდი ესე ვიტყვი აქ ქების ამბავში ანუ თავდაპირველად ეს იყო მე მიმყავდა 2 საათიანი გადაცემა პირდაპირ ეთერში და ნუ რა თქმა უნდა შემდეგ ეს გადაცემა YouTube-ზე იდებოდა და უამრავი ნახვა ქონდა და თან კონტენტი როგორც ჩვენ გიყვარს ხოლმე თქმა იცი რასაკის იყო ანუ 13-დან 19-მდე. ანუ ჩემი ეს დაახლოებით 15 წლის წინ იყო, ჩემი მეგობრის შვილები, რომლებიც ახლა უკვე მამები არიან და ნუ მათი შვილები ჯერ პატარები არიან, დღესაც სუფრაზე რომ მოხვდებით ხოლმე იხსენებენ აი როგორ ბევრმა სხვათა შორის თავისი პროფესიაც აი ამ გადაცემის სიუჟეტების მოსმენის შემდეგ უფრო ჩამოყალიბდა, ნუ რა უნდა და მომავალში. და რაც შეეხება თვითონ ამ თემას, ხო? რაღაცას მოყვები, ხო შენიშნებოდ. კი ბატონო. ესე იგი პირველ რკინიგზის სკოლაში დავდიოდი და ყავდა შრომის მასწავლებელი ჩიგოგიცა. შრომის მასწავლებელი და წარმოვიდგინე შრომის კაბინეტია კლიბო, ეწერა მამაჩემს უკითხო რა არის ეს კლიბო. ამ ადამიანს, ესე იგი ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა ხოლმე, იმიტომ რომ ყვებოდა ამოусნო ფრინავ ობიექტებზე, ყვებოდა ტელეპათიაზე, ეს რა წელებია ხო წარმოგიდგენთ, შეიძლება დაეჭირათ. და სხვათა შორის ერთ-ერთი ერთ-ერთმა მშობელმა დირექტორს უთხრა კლიბას კი არა რაღაცა ნუ ანტისაბჭოს ხო ხდები რა დრო არის და მაშინ გავიგეთ რომ თურმე სტალინს და ჰიტლერს ერთი მასწავლებელი ყავდა გურჯიევი სიტყვაზე მაშინ გავიგეთ გარი გუდინი მოკლედ აი ესეთი რაღაცა და თითქმის აი ხო ვიცი ბავშვობაში ჩადებული მარცვალი შემდგომ ამ მასწავლებლის ესეთი საუბრის შემდეგ მე გამიჩნდა სურვილი მეკითხა ედგარ ალან პოოს სიტყვაზე ვიძახი ანუ ყოფილიყავი კაპიტან ბლადის თავგადასავალი მეკობრე და ასე შემდეგ მაგრამ ნუ აი ხო ხტები ბავშვობაში ჩადებული ფანტაზიები შემდეგ დაგროვდა და როდესაც მე შემოთავაზე რა თემაზე გინდა გააკეთო გადაცემა თქვი რომ აი სადაც ცნობის მოყარეობა დიდია, სადაც ინტერესი დიდია, ეს არის იქ, სადაც ბოლომდე არ არის არაფერი, სადაც ბევრი კითხვის ნიშანია. და რაც შეეხება გადაცემას, იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს რასაც მე ყვები, ხო? ეს ერთ-ერთი ვერსია იმისა, რომელიც ხსნის ამოუცნობ მოვლენებს თუ ადამიანთა გაუჩინარება იქნება თუ რაღაცა პარანორმალური მოვლენები. რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი თეორია, თუმცა ბოლომდე არც ერთი ვერსია არ არის გამოთვლებული. და ეს გიტოვებს შენ რაღაც უნარს იმისა, რომ გამოიყენო, რატომაც არა იყოს გადაცემა ისეთი, სადაც ინტერესი ჩდება და თან მომგებიანია. კი, ძალიან და გაქვს შესაძლებლობა, რომ ან დაიჯერო, ან არა. და თან რა შეიძლება დავით მისტიკური, ვთქვათ, თავგადასავლები ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოხდა რა თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში და გინდა არ გინდა, გაქვს გარკვეული შეკითხვები ამ დრომდე, შეიძლება მთელი ცხოვრებაც, რომელსაც პასუხი არ აქვს. და რაც შეეხება ამ ახალ სეზონს, ნუ ხო ჩვენ დაახლოებით აქაც ერთი 80-მდე პატარა პოდკასტი გაკეთდა და ნუ ეხლა ხوار მოიგონებ რაღაცას ხო, მაგრამ იმდენად დიდი იყო ინტერესი, აი თუნდაც აი სულ იყო სავსე ჩემი Facebook გვერდი, როდის გაანახლებ და თან
შენგანაც მოდიოდა ეს მომენტი, რომ მართლა უკვე ერთი და იგივე სხვა არ გაიმეორებ და გადავწყვიტეთ, რომ განახლებული ფორმატით არ დავასახელებ ახლა წყარო საიდანაც ვიღებთ იმ ერთი წყარო არა, რამდენიმე წყაროა, მაგრამ მისთვის რომ ეს ყველაფერი სმენადი გახადო და მაყურებლისთვის მიმზიდველი გახადო, შორის აი ეს ფორმატი ეს 2 წუთიანი გაცილებით მომგებიანი ვფიქრობ, ვიდრე 2 საათიანი გადაცემა. თუმცა იმასაც თავისი მომენტი აქვს, მაგრამ ეხლა ჩვენ გადავწყვიტეთ ეს ყველაფერი გოჯასთან ერთად, აი პოდკასტი, რასაც ქვია, რეალურად რადიო პოდკასტი, თავისი ხმაურები, თავისი მინიშნებები და თავისი პატარა საუნდებით, ესე შევფუთოთ. კი ბატონო. აი პოდკასტიც ფაქტობრივად მეტნაკლებად ახალი ხილია, დღეს საკმაოდ პოპულარული მედიაში. გინდა არ გინდა შენ სიტუალიზინებ იმ ტენდენციებს, იმ ტრენდებს, რაც არის და მიყვები მიუხედავად იმისა, რომ რადიო იმედი თავისი ისტორიით ნამდვილად გამორჩეულია, პირველი საინფორმაციო მაუწყებელია რადიო მთელს ქვეყანაში, ფაქტობრივად აგერ მომავალ წელს მე-4 საუკუნეს ვიზეიმებთ და მიხარია, რომ ის მუდმივად ვითარდება, ლიდერია ნამდვილად, რაღაცა ლოკომოტივია, ამდენი წელია ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ ახსოვს მითხრა, რომ სხვა FM კულტურას ქმნის რადიო იმედი ამ სივრცეშიო და ვეთანხმები ასეა და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტი შემართებით, კიდევ უფრო მეტი საინტერესო შესაძლებლობებით ჩვენ მუდმივად ჩვენს მსმენელს გავახარებთ. აქ არჩევანის მრავალფეროვნება ნამდვილად არის. მოდი ბოლოს ვიდრე ახალ X-კოდს მოვისმენთ, პირველი ახლა გავა ეთერში. თქვათ მუსიკალურ ბაზაზეც ჩვენმა თქვენთვის კარგად ნაცნობმა ასევე ავტორმა და წამყვანმა ლაშა გაბუნიამ მოკლედ იმუშავა ასევე მთელი ზაფხული იმისთვის რომ ქონოდა განახლებული მუსიკალური ბადე ძალიან მალე უკვე რეტრო მუსიკა და ქართული კინომუსიკა როგორც რუბრიკა ჩაჭდება და მოგეცემათ შესაძლებლობა რომ იმგზავროთ დროში მაგრამ თავარი მოგზაურობა თავისი ადამიანური სანტიმენტებით და ემოციებით გელით უკვე შაბათს მიშასთან და ნინოსთან ერთად ეს გამორჩეული პროექტია თავისი შეფუთვით თავისი იმ ემოციით, რომელიც მოდის სტუდიიდან მთელ საქართველოში. ასე რომ მადლობა მიშა, წარმატებები ვუსურვოთ თითოეულ რადიო იმედის თანამშრომელს ახალ სეზონზე და იმედი მაქვს, რომ მუდმივად გვექნება შესაძლებლობა ამგვარი სიახლეებით მივაწოდოთ ჩვენს. ჩვენის ნებართვით ერთ რამეს დავამატებ, რომ აი რადიო იმედზე საუბრობდი შენ და სწორედ ეგ არის, რომ აი მრავალფეროვნებაში არის მისი ერთგვარი უპირატესობაც არა, მაგრამ გამორჩეულობა უნდა ისე ვთქვათ საეთერო სივრცეში, სადაც აი მიუხედავად ასაკისა, ხო მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ამას რო ვაკეთებ, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მე შეიფუთება ვიზუალურად ჩვენი ახალგაზრდა კოლეგების დახმარებით, ხო? კი, გვაქვს ეს იდეა, რომ X კოდი გავაციფრულოთ, ასე ვთქვათ, ხო, ჯერ დაგროვდეს მასალები და ფიქრობ ეს საინტერესო იქნება და აი ის რომ აი ესეთი იდეა განხორციელდა X კოდი განხორციელდა კოდექს აუდიო იდეა რომელიც თავისთავად რა თქმა უნდა მომწიფებული იყო იმ შრომის მასშტაბებიდან დაწყებული და დღემდე მოვიდა და აი აქ ადამიანს აქვს შესაძლებლობა თუ მიკროფონთან მეგობრობ თუ ცოტა უკვე რადიო სპეციფიკა იცი განახორციელო იდეები მიუხედავად ასაკისა და მიუხედავად იმისა რომ აქ პირველად მოხვედი სამუშაო თუ 24 წელი მუშაობ აი ამიტომ არის ეს სივრცე თავისუფალი იმისთვის რომ მიიღოს ყოველივე ახალი და მისი საშუალება ახლის განხორციელების. მადლობა მიშა, წარმატებები შენ, წარმატებები ყველა ჩვენთაგანს, ვინც მუშაობს ამ არხზე ამდენი წელია და რომელიც ფაქტობრივად არის იმის საშუალება, რომ ჩვენ ასეთი კონტაქტი გქონდეს, ვუსმენთ ერთმანეთს, ამიტომ არის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, სლოგანი ჩვენი და მაგერ უკვე ლიხსიქით და ლიხსაკეთ 24 წელია გაგვთ ეს შესაძლებლობა, მოვისმინოთ X კოდი და ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით უკვე საღამოს 4 საათიანი საინფორმაციო გამოშვებაში. მადლობა დიდი.